როგორ ვიმოგზაუროთ ორსულობის დროს? მოგზაურობა ორსულობის დროს ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კონსულტაცია გაიარეთ თქვენს გინეკოლოგთან, რომელიც თქვენს ორსულობას აკვირდება. რადგან თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურია, მაგალითად, საშუალო სიმძიმის ანემია იქნება უკუჩვენება ფრენებისთვის, მაგრამ მატარებლით მგზავრობა შეიძლება. თუ ექიმმა ჩაგიტარათ გასინჯვა და წარმატებულ გზას გისურვათ, მაშინ რამდენიმე წესი არსებობს, რომელთა დაცვაც მნიშვნელოვანია. თუ თვითმფრინავით მიფრინავთ, წინასწარ გაარკვიეთ ავიაკომპანიაში სჭირდებათ თუ არა მათ სპეციალური ცნობა. ფრენამდე ერთი დღით ადრე და ფრენის დღეს უნდა დალიოთ ბევრი წყალი. ეს არის 40 მილილიტრი თითოეულ კილოგრამ წონაზე. ფრენის დღეს დილით საწოლიდან ადგომამდე ჩაიცვით კომპრესიული წინდები და მხოლოდ დანიშნულების ადგილზე ჩასვლის შემდეგ გაიხადეთ ისინი. უკეთესია აირჩიოთ გასასვლელთან მდებარე ადგილები, რომ ფეხები კომფორტულად მოათავსოთ და ყოველ საათში ერთხელ მაინც ადგეთ და გაიაროთ. თუ მატარებლით მოგზაურობთ, ადგილი უნდა იყოს ქვედა და არა გვერდითი, რათა გამლეულმა მეზობელმა შემთხვევით არ დაგეცეთ. აუცილებლად თან უნდა იქონიოთ პოლისი, გაცვითი ბარათი, პროგესტერონის პრეპარატები, სისხლის შემაჩერებელი საშუალებები, სორბენტკები და პირველად იჭრებობის დამუშავების საშუალებები. და ორსულობის დროს უმჯობესია არ იმოგზავროთ ისეთ ადგილებში, სადაც მედიცინაზე წვდომა რთულია ან საერთოდ არ არსებობს.